კეთილი დაბრუნება Access of Truth-ში. ამ კვირაში მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, ისლამურმა რესპუბლიკამ კვლავ გაამწვავა სიტუაცია. დაარტყა სამიზნებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და შეუტია გემებს ჰორმუზის სრუტეში, რამაც ნავთობის ფასები გაზარდა. ამავდროულად კი ქვეყანაში ასრულებდა სიკვდილით დასჯას და 92 მილიონ ადამიანს ინტერნეტის სრული გათიშვის ქვეშ ამყოფებდა. ეხლა მთავარი კითხვა ისაა, რას აპირებს მსოფლიო ამ ყველაფერზე რეალურად? ამ კვირაში ისლამურმა რესპუბლიკამ კონფლიქტი გაავრცელა თავის საზღვრებს გარეთ და სამიზნე დაირჩია არაბთა გაერთიანებული საამიროები, მათ შორის ფუჯაირა, რომელიც ენერგეტიკისა და გადაზიდვების მნიშვნელოვანი ცენტრი გახლავთ ომანის ყურეში. ეს სიმბოლური ნაბიჯი არ არის. ფუჯაირა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალტერნატიული მარშრუტია გლობალური ნავთობის ნაკადისთვის, რომელიც ჰორმუზის სრუტეში არ გადის. მისი სამიზნედ ქცევა გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების პირდაპირი საფრთხეა და რეჟიმის განზრახ ესკალაცია იმ დროს, როცა თითქოს დიპლომატიური არხები ჯერ კიდევ ღიაა. ეს ასევე ძირს უთხრის ნებისმიერ მტკიცებას, რომ რეჟიმი ცეცხლის შეწყვეტის ან დეესკალაციის ფარგლებში მოქმედებს. ამავე დროს ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პირები და კანონმდებლები ამწვავებენ რიტორიკას ჰორმუზის სრუტის გარშემო. მათ შორის არსებობს წინადადებები გაგვეული გემების დაბლოკვისა და სხვების იძულების ორშაბათს მათ ასევე ესროლეს აშშ-ს საზღვაო ფლოტის გემებს და დააზიანეს სამხრეთ კორეის კუთვნილი გემი. ეს არის მცდელობა დაამყარონ კონტროლი საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტზე, რომელიც დაცულია საზღვაო სამართლის მიხედვით. სრუტე მსოფლიოს ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მისი ბერკეტად გამოყენება მხოლოდ რეგიონული საკითხი არ არის. ეს გლობალური ეკონომიკური საფრთხეა და ის მთელ მსოფლიოს ეხება. მინდა მკაფიოდ თქვა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ აქვს უფლება a. დაბლოკოს სრუტე, ან b. დააკისროს გადასახადის სრუტეში გამავალ ნებისმიერ გემს. ამის გაკეთება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და პირდაპირი საფრთხეა გლობალური ეკონომიკისთვის. ასე რომ კითხვა ასეთია, როგორ უნდა შეაჩერო მტრული რეჟიმი, რომელიც გარედან ესკალაციას ახდენს, ხოლო შიგნით კონტროლს აძლიერებს? და პასუხი ნამდვილად ეცნაირი არ არის ყველა აქ ჩართული მხარისთვის. ისრაელის პერსპექტივიდან სტრატეგიული ხედვა უცვლელია. გრძელვადიანი პრობლემა თავად რეჟიმია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარეძალა რეჟიმის შეცვლას ახორციელებს. ისრაელის პოლიტიკა იყო ის, რომ ნებისმიერი მდგრადი ცვლილება ამ საკითხში უნდა მოდიოდეს ირანის ხალხისგან. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საჭიროა რეჟიმს არ მივცეთ შესაძლებლობები, რომლებიც ამ ცვლილებას შეუძლებელს გახდის, მათ შორის ბირთვული გარღვევა და რეგიონული გამაგრება პროქსების მეშვეობით. ისრაელი ვერ და არ მიიღებს შეთანხმებას, რომელიც რეჟიმს მისცემს საშუალებას გააგრძელოს ისრაელის მოქალაქეებს ან მთელ რეგიონს დაემუქროს, მათ ბალისტიკური რაკეტების პროგრამით, მარიონეტული ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერით ან ბირთვული იარაღის ძიებით. ახლა ამერიკული პერსპექტივიდან აქცენტი უფრო შეზღუდულ საკითხებზე იყო. პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია ურანის გამდიდრების შეჩერება და ბირთვული ირანის თავიდან აცილება. პრეზიდენტი ტრამპი ნაკლებად იყო კონცენტრირებული რეჟიმის შეცვლაზე და უფრო მეტად შესაძლებლობების შეზღუდვაზე. პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს მოქმედ პარტნიორს და რასაც ჩვენ ვხედავთ ირანში, არ არის სტაბილური, ცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიმღების სტრუქტურა, თუნდაც თავად რეჟიმის შიგნით. არსებობს აშკარა ნიშნები შიდა დაყოფისა და ირანის რევოლუციური გვარდია სულ უფრო დომინანტურია უსაფრთხოების და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში. ეს აჩენს ფუნდამენტურ კითხვებს იმის შესახებ, ვინ შეიძლება აიღოს სახელმწიფოზე ვალდებულება და ვინ შეეძლებს ამ ვალდებულების შესრულებას, თუ კი საერთოდ შესაძლებელია მისი აღება. ამასობაში ირანელების პერსპექტივიდან მათი პოზიცია პირდაპირია. ისინი ამ რეჟიმს ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ და არ უჭერენ მხარს შეთანხმებებს, რომლებიც რეჟიმის გადარჩენას ახანგრძლივებს. ისინი ამ შეთანხმებებს აღიქვამენ როგორც რესურსების მიწოდებას, რომლებიც შემდეგ მათ წინააღმდეგ გამოიყენება. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ისინი მართალნი არიან. შიდა ზეწოლა ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვანი ფაქტორია, რომელმაც სისტემას მუდმივად შეუქმნა გამოწვევა. ამიტომაც მაშინ, როცა ეს ყველაფერი გარედან ხდება, შიდა მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. холод ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეჟიმმა არაერთი სიკვდილით დასჯა განახორციელა. ორშაბათს მაშადში მეჰდი რასული, მოჰამად რეზა მირი და იბრაჰიმ დორატ აბადის სიკვდილით დასაჯეს. ყვირას ურმიაში მეჰრაბ აბდულაზადე კიდევ ერთი პროტესტის მონაწილეს სიკვდილით დასაჯეს. შაბათს კი იაკუბ ქარიმპული და ნასერ ბექრაზადეს სიკვდილით დასაჯეს, მას შემდეგ რაც მათი განაჩენი ძალაში დატოვეს ყალბი ჯაშუშობის ბრალდებებზე. ამ კვირაში რეჟიმმა ასევე სცემეს ირანელის სიკვდილამდე იმის გამო, რომ მას სტარლინკი ჰქონდა. ყველა ეს შემთხვევა შეესაბამება უფრო ფართო ტენდენციას, დაჩქარებული სასამართლო პროცესები, შეზღუდული ან საერთოდ არ არსებული თდომა იურიდიულ დაცვაზე და იძულებით აღიარებებზე ძლიერი დამოკიდებულება. ეხლა ირანში იზრდება შეშფოთება, რომ რეჟიმი მასობრივად სიკვდილით დასჯის მომიტინგეებს, რადგან რეჟიმზე ზეწოლა ძლიერდება და ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეჟიმი ასეთ რამეს აკეთებს.
ამასობაში ინტერნეტის გათიშვაც იგივე სტრატეგიას ასახავს. მასშტაბური შეზღუდვები უკვე 8 კვირაზე მეტია მოქმედებს. სრულიად შეზღუდულია წვდომა რიგითი მოქალაქეებისთვის, გარდა მათთვის, ვისაც აქვს თეთრი სიმბარათები და ვინც რეჟიმის მიერ დამტკიცებულია რეჟიმის პროპაგანდისთვის. კომუნიკაცია სრულად დარღვეულია და ინფორმაციის ნაკადი ქვეყნის გარეთ განზრახ არის შეზღუდული. ეს ნიშნულოვნად ართულებს ოჯახებისთვის დაკავებების თვალყურის დევნას, ან თუნდაც ძალადობის დოკუმენტაციის გატანას გარე სამყაროში. უსაფრთხოების ძალებმა გააზარდეს თავიანთი ყოფნა. მიმდინარე დევნის გარდა ანგარიშები აღწერს საქარს საკონტროლო გამშვებ პუნქტებს, მასობრივ დაკავებებს და როგორც ირანის რევოლუციური გვარდიის, ასევე ბასიჯის გააქტიურებულ მოქმედებებს ადგილზე. ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებებთან დაკავშირებული დაკავებების მასშტაბიც მკვეთრად გაიზარდა და დაკავების პირობები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ასე რომ, როდესაც მთლიან სურათს ვუყურებთ, გარე ესკალაცია, შიდა რეპრესიები, ფრაგმენტირებული ძალაუფლების სტრუქტურა. პოლიტიკის პასუხი მხოლოდ ერთ მიმართულებაზე ვერ შემოიფარგლება. სამხედრო შეკავება ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ მხოლოდ ეს არ პასუხობს კითხვას, როგორ ინარჩუნებს თავს ეს სისტემა, ირანის რევოლუციური გვარდია. და სწორედ აქ არის საჭირო საერთაშორისო კოორდინაცია, რომელიც ამ ეტაპზე აკლია. პირველ რიგში დიპლომატიური გზით ქვეყნებს აქვთ ისეთი არჩევანები, რომლებიც არასაკმარისად გამოიყენება. რეჟიმის დიპლომატების გაძევება ერთ-ერთი ასეთი არჩევანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საელჩოები დაკავშირებულია ოპერატიულ საქმიანობასთან ან გავლენის ქსელებთან, რაც თუ გულწრფელები ვიქნებით, უმეტეს შემთხვევაში ასეა. ასევე არსებობს კითხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში, მაგალითად გაეროში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ზუსტად გასულ კვირას გაერო მისცა ხმა ისლამური რეჟიმისთვის, რომ გამხდარიყო ბირთვული გაუვრცელებლობის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი. დიახ, კონფერენციას ნამდვილად ასე ქვია. ამ რეჟიმთან ურთიერთობის ნორმალიზების გაგრძელება, მაშინოთა თავად ეს რეჟიმი ყველაფერ ამას აკეთებს, ანიჭებს რეჟიმს ლეგიტიმურობის იმ დონეს, რომელიც სინამდვილეში არ ასახავს, როგორ იქცევა რეჟიმი შიგნით ან გარეთ. მეორე ფაქტორი ფინანსურია. ყურადღება უნდა გამახვილდეს ირანის რევოლუციურ გვარდიასა და მასთან დაკავშირებულ ქსელებზე, რადგან ეს სტრუქტურები მოქმედებენ მილიარდობით მოპარული დოლარით, რომელიც ირანის ერის სიმდიდრიდანაა წაღებული. ფიქტიური კომპანიების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და კომერციული ერთეულების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში. მიზნობრივი სანქციები არსებობს, მაგრამ მათი აღსრულება და გაფართოება სრულიად არათანმიმდევრულია. The Trend-ო ხედავდეთ აქტივების იდენტიფიცირებას, ფიცირებას, დაყადაღებას და შეზღუდვებს საერთაშორისო ფინანსურ სისტემებზე წვდომაში, რაც ყველა ამ ქვეყანას ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებია, მაგრამ უბრალოდ არ გამოუყენებიათებიათ. სამართლებრივი და მარეგულირებელი ზომები ძალიან მნიშვნელოვანია აქ. ქვეყნები შეიძლება და უნდა იძიებდნენ საჭიროების შემთხვევაში და სისხლის სამართლებრივად დასდევდნენ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ფულის გათეთრებაში, სანქციების გვერდის ავლაში ან გავლენის მოხდენაში არიან ჩართული. ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია რეჟიმთან, რომლებიც გულწრფელად რომ ვთქვათ, ყოველდღიურად მიმდინარეობს, როგორც ამას ვხედავთ მედიასა და სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ უკვე ოფიციალურად აღიარა ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად, ზოგიერთმა, მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა, ჯერ კიდევ არ გააკეთა ეს. ამ შემთხვევებში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების პოლიტიკა არის ერთ-ერთი ფაქტორი ამ რეჟიმის დასამხობად. სადაც ირანის რევოლუციური გვარდია ოფიციალურად არ არის აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად, ეს ხარვეზი რეალურ პრაქტიკულ შედეგებს იწვევს, როგორც აღსრულების, ასევე რა თქმა უნდა სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით. და მესამე ბოლო ფაქტორი, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო, არის გვერდითი შეთანხმებებისა და არაფორმალური შეთანხმებების როლი, რომლებიც რეჟიმს დათმობებს აძლევს. ეხლა ესეთი შეთანხმებები შეიძლება მოკლევადიან მიზნებს ემსახურებოდეს კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად მძევლების გათავისუფლებაში. მაგრამ ისინი ასევე ზრდიან რეჟიმის შესაძლებლობას გააგრძელოს და წაახალისოს მძევლების აყვანა და სხვა ტერორისტული ქცევა. ძირითადი საკითხი აქ არის ის, რომ რეჟიმმა დროთა განმავლობაში აჩვენა, რომ ის ზეწოლის შემცირების პერიოდებს იყენებს კონსოლიდაციისთვის და არა იმისთვის, რომ უფრო ზომიერი გახდეს. ამავე დროს, შიდა დინამიკა კვლავ მნიშვნელოვანია ირანში. საზოგადოებრივი წინააღმდეგობა არ გამქრალა. ის ჩახშულია და უსაფრთხოების ძალების ამჟამინდელი დონე და ინფორმაციის კონტროლი მიუთითებს, რომ ირანის ხელისუფლება ემზადება შემდგომი არეულობის შესაძლებლობისთვის. ამიტომ პოლიტიკის გამოწვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაზე, მიმდინარე საჰაერო დარტყმებზე ან მოლაპარაკებების ერთ რაუნდზე რეაგირება არ არის. ეს არის როგორ მივუდგეთ სისტემას, რომელიც ერთდროულად მოქმედებს სამხედრო, ეკონომიკურ და საინფორმაციო სფეროებში და რომელიც ასევე საჭიროებს პასუხს, რომელიც ამავე სფეროებში უნდა გაახორციელდეს. კოორდინაციით იმ ქვეყნების შორის, რომლებიც უშუალოდ არიან რეჟიმის ქმედებების სამიზნე და იმ ქვეყნებს შორისაც, რომლებიც არაპირდაპირ ზიანდებიან ენერგეტიკული ბაზრების, უსაფრთხოების რისკებისა და ტრანსნაციონალური ქსელების გავლით. ამ კვირის მოვლენები ფუჯაირასზე თავდასხმებიდან დაწყებული მუშად ურუმიაში სიკვდილით დასჯებით დასრულებული, იზოლირებული არ არის. ეს ყველაფერი რეჟიმის მუდმივი ქცევის ნაწილია.
საკითხავია იქნება თუ არა საერთაშორისო საზოგადოების პასუხიც ასეთი თანმიმდევრული. ჯერჯერობით ბოლო წლებში ეს საკმარისი არ ყოფილა. მაგრამ სწორი აღსრულების მექანიზმებით, ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს იშვიათი შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნების უმეტესობისთვის ერთი გასროლის გარეშე მიაყენოს ძალიან ძლიერი დარტყმა ამ თავგასულ რეჟიმს. ეხლა გადავიდეთ ჩვენს შემდეგ ამბავზე. ამ გადაცემაში ხშირად საუბრობთ ირანულ, რუსულ და სხვა გავლენის ოპერაციებზე სოციალურ მედიაში. მაგრამ ამ კვირაში ჟურნალისტმა ეითან ფეშბერგერმა გამოავლინა რაღაც ისეთი, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხად უნდა ჩაითვალოს. თურქული დეზინფორმაციის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ინგლისურენოვან სამყაროს, ახდენს დასავლურ მედია ეკოსისტემებში და მანიპულირებს ამერიკელ საზოგადოებას. ამ ყველაფრის ცენტრშია Clash Report-ი, ანგარიში, რომელიც ალბათ ყველას უნახავს ბოლო თვეებში, ვინც X-ზე ომის ამბებს ადევნებს თვალს. ის აქვეყნებს დრონების კადრებს, დარტყმების განახლებებს, რუკებს, სასტრაფო ცნობებსა და პოლიტიკურ მოვლენებს ინგლისურად, როგორც წესი მოვლენებიდან რამდენიმე წუთში. ეხლა სწორედ ეს სისწრაფეა მთავარი, რადგან მიზანი მხოლოდ მოვლენების გადმოცემა კი არ არის, არამედ პირველი ვერსიის, ნარატივის განსაზღვრაა, სანამ საზოგადოებას სრული კონტექსტი ექნება. ამ კვირაში ფიშბერგერმა გამოავლინა, რომ Clash Report არის თურქული მედია ოპერაციის, სახელად GDH-ის ინგლისურენოვანი განყოფილება ოფილება. ეხლა Apple-ის App Store-ის ჩანაწერები Clash Reports, Clash Report Maps და GDH სერტსა და იმავე იურიდიულ დეველოპერს Monolog Media-ს უკავშირებს. ფიშბერგერმა ასევე აღმოაჩინა შიდა სუბდომენი სახელად clashreport.gdh.digital, რაც ნიშნავს, რომ Clash Report უკვე GDH-ის ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში იყო განთავსებული. ორივე დომენი იყენებს ერთსა და იმავე Cloudflare-ის სახელის სერვერებს და ორივე თვირთავს სურათებს ერთი და იმავე კონტენტის მიწოდების ქსელის ბაკეტიდან, GDH-დან. და ეს უბრალოდ შემთხვევითი კავშირი არ არის, ეს სტრუქტურაა. მედია ეკოსისტემა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. Clash Report შეიძლება პირდაპირ ერდოღანის ოჯახთან იყოს დაკავშირებული. დამითმეთ ცოტა დრო აგიხსნით. Monolog Media-ის საჯარო რეფერენსების გვერდზე მხოლოდ ორი გარე კლიენტი იყო ჩამოთვლილი. ერთ-ერთი მათგანი არის ტურგევი, ერდოღანის ოჯახის პირადი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც თავად ერდოღანმა დაარსა. მეორეა ტექნოფესტი, რომელიც თურქეთის სახელმწიფო ტექნოლოგიური ფესტივალია. ეხლა საჯარო სერტიფიკატის ჩანაწერების მიხედვით Monolog Media-მ ტექნოფესტისთვის backend სერვერი მართა. 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე სერტიფიკატები ყოველ 90 დღეში ერთხელ ZZ11 ჯერ განახლდა. Technofest ორგანიზებას უწევს თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის სამინისტრო და T3 Foundation, რომელსაც ერდოღანის სიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ასევე თურქეთის წამყვანი დრონების მწარმოებლის მფლობელია. როცა ყველაფერს ერთად დააგვერდებით, ხედავთ ინგლისურენოვან დეზინფორმაციულ ანგარიშს, რომელიც დაკავშირებულია თურქულ მედია კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია თურქეთის სახელმწიფო მედიასთან, პირდაპირ ერდოღანთან და შექმნილია ისე, რომ მიუკერძოებელ ახალ ამბებს გავდეს. და სწორედ ასე მუშაობს უცხო სახელმწიფოს მხრიდან ძირგა მომთხრელი საქმიანობა, მაგრამ Clash Report-ის უკანდგომი პერსონალიც არანაკლებ პრობლემურია. რედაქციის თანამშრომლებსა და მენეჯმენტს აშკარა და დადასტურებული მიკერძოება აქვთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებში და თავადაც დაკავშირებულნი არიან თურქეთის სახელმწიფო მედიასთან. მათგან ერთ-ერთმა ისრაელი ბავშვების მკვლობის პოლიტიკაში დაადანაშაულა. განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი რეალობას მოწვდა. ასევე თქვა, რომ ნეთანიაჰუმ და სიონისტურმა ლობიმ ტრამპის შანტაჟის ქვეშ ყავდათ და გაავრცელა მტკიცება, თითქოს ებრაული ლობები აშშ-ის კონგრესის 90% ყიდულობენ. ასე რომ ცხადია, როდესაც ეს ეკოსისტემა ისრაელზე, ღაზაზე, სირიაზე ან თურქეთის რეგიონულ მეტოქეებზე წერს, მიკერძოება იქნება. განსაკუთრებით ღაზასა და ისრაელთან დაკავშირებით, როგორც ვნახეთ. ეს ტენდენცია აშკარად ჩანს Clash Report-ის პოსტებში. სწრაფი პოსტები, ემოციური ფორმულირება, მტკიცებები, რომლებიც ყოველთვის ისრაელს აგრესორად წარმოაჩენს და მუდმივი კონტენტის ნაკადი, რომელიც დასავლეთის აუდიტორიას იმავე ანტიისრაელური ნარატივისკენ უბიძგებს, რომელსაც თურქეთის ამჟამინდელი მთავრობა წლებია ავითარებს. სირიის თემაზე დროის შერჩევაც კიდევ უფრო მეტყველებს ყველაფერზე. Clash Report-ი გააქტიურდა იმავე ღამეს, როცა თურქეთმა დაიწყო ოპერაცია გაზაფხულის ფარი, მას შემდეგ რაც 23 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. მისი პირველი პოსტი ეხებოდა თურქული დრონების მიერ სირიის რეჟიმის სამიზნეების დაბომბვას. და მეორე დღეს ანდარიშ, რომელსაც 5 წლის განმავლობაში არაფერი დაუპოსტავს, უკვე 49200 მიმდევარი ყავდა. და ეს გაშვება მთელ ამ სურათში ერთ-ერთი მთავარი საგანგაშო ნიშანია. ანგარიში შეიქმნა 2015 წლის მაისში. თითქმის 5 წელი უმოქმედოდ იყო და შემდეგ გააქტიურდა 2020-ის 28 თებერვალს წელი. იმავე ღამეს თურქეთმა დაიწყო თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია. არანაირი ნორმალური ორგანული ზრდა არ ყოფილა. ხსნის ანგარიშს, რომელიც წლების უმოქმედობის შემდეგ ერთ დღეში 59000-ზე მეტ მიმდევარს აგროვებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი პირველი პოსტი უბრალოდ დაემთხვა თურქეთის მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას. მას შემდეგ Clash Report ამ ნიმუშს იმეორებს.
პოსტები ინგლისურად. რამდენიმე წუთში მოვლენების შემდეგ, მათ შორის დრონის ესკადრები, დარტყმის განახლებები და სასწრაფო განცხადებები. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ისინი ითვისებენ ნარატივს, რადგან ამბავს განსაზღვრავენ მანამდე, სანამ კონტექსტი იქნება ხელმისაწვდომი და შემდეგ იწყება გაძლიერება. იმიტომ რომ ისინი იყვნენ პირველები და სოციალური მედიის ალგორითმების ბუნებიდან გამომდინარე, Clash Report-ის კონტენტი გააზიარეს დასავლელმა ჟურნალისტებმა, საინფორმაციო სააგენტოებმა, ინფლუენსერებმა, პოდკასტერებმა, ტექნოლოგიურმა ფიგურებმა, პოლიტიკოსებმა და თუნდაც მთავრობის წარმომადგენლებმა. ასე რომ ეს არ რჩებოდა სოციალური მედიის პერიფერიებზე. ეს პირდაპირ გადადიოდა დასავლეთის აივლეთის საინფორმაციო ეკოსისტემაში, რაც ზუსტად მათი მიზანია. უცხო სახელმწიფოს მხრიდან ძირგამომთხელ საქმიანობას არ ჭირდება ყალბი პოსტების შექმნა. ის შეიძლება გამოიყენოს რეალური ვიდეოები, რეალური რუკები და ზოგჯერ რეალური ინფორმაციაც კი, რათა მანიპულირება მოახდინოს ამერიკელი საზოგადოების აზრზე და ჩამოაყალიბოს ნარატივის სისწრაფით, აქცენტების დასმითა და გამოტოვებით. Clash Report-მა დიდი ნდობა მოიპოვა სისწრაფით და შემდეგ ეს ნდობა გამოიყენა იმისთვის, რომ თურქეთის ინტერესებთან შესაბამისი ნარატივი გაეტანა. ეს არის უცხოური ჩარევა საინფორმაციო სივრცეში და მასთან სწორედ ასე უნდა მოვეკიდოთ, მივუდგეთ და ვიმოქმედოთ. ეხლა გადავდივართ კარგზე, ცუდზე და უშნოზე და ამ კვირას ცუდი ამბით ვიწყებთ. პერფორმატიული აქტივიზმი თავის საუკეთესო ფორმაში. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა აბსოლუტურად აბსურდული ვიდეო, სადაც ორი სულელური ფლოტილიის აქტივისტი სექსუალურად ცეკავს. კი, ტერორისტებად ნახევრად შიშვლები. ისინი ითხოვდნენ თავიანთი ნაძირალა კოლეგების, თიაგო ავილას და ბრაზილიელი ისრაელის წინააღმდეგ განწყობილი ფანატიკოსის, ასევე ესპანეთის მოქალაქე საიბ აბუქეშეკის გათავისუფლებას. ეხლა სიამოვნებით ვნახავდი ამ იდიოტებს, როგორც ცდიან ასეთ რამეს ღაზაში და მართლა ვფიქრობ, რომ უნდა შეუშვათ ისინი და ვნახოთ, როგორ მოექცევა მათ ისლამისტური ჰამასის მიერ კონტროლირებადი საზოგადოება. წარმატებებს უსურვებ მათ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოდით ცოტა გადავხედოთ ამ ორ ფლოტილიის აქტივისტს, რომლებსაც ამჟამად ისრაელი აკავებს. და არა, ეს იმიტომ არ არის, რომ ისინი აქტივისტები არიან. ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს რეალური ეჭვი, რომ ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულები. ავილა უბრალოდ შემთხვევითი მოხალისე არ არის. ის ფლოტილიებთან დაკავშირებული რეციდივისტია, რომელმაც ევცე მეტი ასეთი ორგანიზება მოახდინა. ასევე ეჭობენ, რომ მას ტერორისტულ ორგანიზაციებთან აქვს კავშირი და უსაფრთხოების საკითხების გამო სხვა ქვეყნებმაც კი დააფიქსირეს. აბუქეშეკი არც არაფრით სჯობს. მას სავარაუდო კავშირები აქვს ჰამასისთან ასოცირებულ ქსელებთან, მათ შორის ისეთ აქტივობებთან, რომლებიც აღწერილია როგორც სამოქალაქო საფარის ქვეშ მოქმედი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის ნაწილი. სწორედ ასე იყო თავიდანვე ის უცნაური ფლოტილიის სპექტაკლი, რომელიც თითქოს ჰუმანიტარული დახმარების მისატანად მიდიოდა ღაზაში, მაგრამ საბოლოოდ სკანდალურ სექს ნავად იქცა, სექსუალური შევითროების ბრალდებებით. როგორც არ უნდა იყოს, მართლა შეუძლებელია უფრო სულელური ხალხი არსებობდეს ვიდრე ეს გოგონები. ეხლა კი გადავდივართ კვირის უშნო ამბავზე. და ღმერთო, რა უშნო სიტუაცია გვაქვს აქ ბუშრაშეიხ დაკავშირებით, რომელზეც ამ გადაცემაში რამდენჯერმე მისაუბრია. როდესაც გამოვავლინე, როგორ უხდიდა ისლამურ რესპუბლიკა ფულს დასავლელ ინფლუენსერებს, რომ ირანში ჩამოსულიყვნენ, რეჟიმის მეთაურეობის ქვეშ ემოგზაურათ და დასავლეთისთვის პროპაგანდა გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, ეს რეჟიმის ინფლუენსერების პროგრამა ისევ ამოქმედდა, რადგან ამ აქტივისტებიდან რამდენიმე უკვე დაბრუნდა ირანში, მათ შორის ბრიტანელ-პაკისტანელი ბუშრა შეიხიც. და დროის შეჩევა უბრალოდ ვერ იქნებოდა უფრო საზიზღარი. ირანელები უკვე 8 კვირაზე მეტია მკაცრი ინტერნეტ შეზღუდვების პირობებში ცხოვრობენ. ამ კვირაში ერთ ირანელს ცემეს და მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას Starlink ჰქონდა. და მაინც ბუშრა შეიხმა გაბედა და ირანიდან დაწერა, რომ ქვეყნის გარეთ მყოფებს ინტერნეტზე შეზღუდვა უფრო აწუხებთ, ვიდრე თავად ირანელებს. მართლა სერიოზულად ამბობ ამას? ეს ჟურნალისტიკა არ არის ბუშრა. ეს რეჟიმის გამართლება შენი სელფი კამერით. და მგონია, რომ საქმეები შეიძლება უფრო გაგირთულდეს ბუშრა, რადგან როგორც ამ კვირაში გავიგეთ, Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუშრა ახლა ანტიტერორისტული შემოწმების ქვეშაა. მას შემდეგ, რაც მან თავად გააზიარა ვიდეო, სადაც მიმართავდა პრორეჟიმულ მიტინგს ირანში, ყველგან ჰეზბოლას და რეჟიმის დროშებით. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არსებობს შეშფოთება, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ანტიტერორისტული კანონისა და ეროვნული უსაფრთხოების აქტის შესაძლო დარღვევებზე. ასევე ბრალდებები, რომ ის ტერორისტულ ჯგუფს უჭერდა მხარს, ან ირანის მითითებით მოქმედებდა რეგისტრაციის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ეს იგივეა. ბუშრა, რომელმაც განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე პროტესტები იყო ომი ისლამის წინააღმდეგ, რომელიც მოსადის, CIA-სა და დასავლური იმპერიალიზმის მიერ იყო შეთითხნილი. ამავდროულად ის ისლამურ რესპუბლიკას წარმოაჩენდა როგორც ქალთა უფლებების დამცველს და საჯაროდაც კი მოუწოდებდა თეირანს ბირთვული იარაღის შექმნისკენ. მან ასევე გააზიარა განცხადება, სადაც საუბარი იყო რეჟიმის მიერ მოყულ დემონსტრანტებზე და დაურთო წარწერა. ნამდვილი რიცხვი არის 6 მილიონი.
ეს სწორედ ის საზიზღარი ანტისემიტიზმი და ჰოლოკოსტის დაცინვაა, რაც სრულად აჩვენებს, როგორი მორალური სამყარო აქვს ბუშრას. საოცარია მეგობრებო, რომ მთელი ეს აქცია ირანის შუაგულში გავიარე თავსაბურავის გარეშე. და ვიცი რას ფიქრობთ თქვენგან ბევრი. ფიქრობთ როგორ დგას ის ირანის შუაგულში, იმ მოედანზე თავსაბურავის გარეშე. არაფერი დამართნია, არავინ შეურაცხყოფია ჩემთვის, არავის არაფერი უთქვამს. სინამდვილეში, როცა სტუმარი ხარ ირანში, ისე კარგად გეპხრობიან, თუნდაც მე თავსაბურავის გარეშე. მაგრამ ფაქტია, რომ აქ ჩამოვედი, მიმიღეს თბილად და არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის იმის შესახებ, რომ თმა დაუფარავი მაქვს. ეს თქვენთვის, ჩემო მეგობრებო, არის ახალი ამბების რეალობა, როცა პირდაპირ ქვეყნიდან გიყვებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი ხანია დასავლური მედიის პროპაგანდის ქვეშ იმყოფებით. ეს უბრალოდ სიმართლე არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის მოქალაქე იღებს წვდომას, დაცვას, ფრენებს, სასტუმროებს, სახელმწიფო მედიის მხარდაჭერას ან სხვა რაიმე სარგებელს ისლამური რესპუბლიკისგან იმ დროს, როცა ქმნის კონტენტს, რომელიც ავრცელებს რეჟიმის პროპაგანდას, ეს უნდა იქნას გამოძიებული. წერტილი. საოცარია ჩემთვის, თუმცა რომ ისლამურ რესპუბლიკას ვერ უპოვია ვერც ერთი ირანელი, რომელიც დასავლელით დასავლეთში პროპაგანდას ეწევა. ამიტომ ამის ნაცვლად ისინი შემოიყვანენ ამ წარუმატებელ ბრიტანელ-პაკისტანელ რევოლუციური გვარდიის თაყვანისმცემელ გოგოს, რომელიც ირანელებს ეუბნება, რომ ინტერნეტის გარეშე ბედნიერები უნდა იყვნენ, მაშინ როცა ხალხს კლავენ იმის გამო, რომ ცდილობენ ინტერნეტზე ტვდომას. სამარცხვინო, ბოროტი და სრულიად საზიზღარი. და ბოლოს, კარგის მხრივ, ამ კვირაში გამოჩნდა პოლიტიკოსი, რომელიც ნამდვილად იცის, როგორ უპასუხოს ებრაელების სიძულვილს. ამ კვირაში დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ქემი ბადინოვმა გააკეთა ის, რაზეც ბევრი სხვა უარს ამბობს. მან არ დააყოვნა და არ აარიდა თავი. მან პირდაპირ დაასახელა ეს. ნახეთ ეს. ეს შეკითხვები წინასწარ მომზადებული არ არის. გუშინ ამაზე გრძელი ინტერვიუ ჩავწერე. შეიძლება არ დაეთანხმოთ ჩემს შეხედულებებს. ეს ნორმალურია, მაგრამ ჩემი შეხედულებები ჩემია. არა, ეს არის შეხედულებები. მინდა რომ ხალხმა იცოდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რას უჭერენ მხარს, როცა მე მაძლევენ ხმას. და რასაც ჩემგან მიიღებენ არის ადამიანი, რომელიც ძალიან მტკიცედ არის განწყობილი, რომ შეაჩეროს ეს დაშინებისა და სიძულვილის ატმოსფერო ებრაელების მიმართ. მე მივდივარ ებრაულ დაწყებით სკოლებში, სადაც გარეთ უსაფრთხოების თანამშრომლები დგანან. სხვა არც ერთ დაწყებით სკოლასთან ამ ქვეყანაში ეს არ მინახავს. მივდივარ სუპერმარკეტებში, სადაც უსაფრთხოების თანამშრომლები დგანან. მე მივდივარ ბიზნესებში, ებრაულ ბიზნესებში, სადაც ფანჯრებს უმტვრევენ. კეილსის საცხობი მთლიანად გრაფიტით არის დაფარული. უნდა შევწყვიტოთ თავის მოტყუება, თითქოს ეს არ ხდება. ჩვენ არ გვინდა რომ 1930-იანი წლები განმეორდეს და რასაც ვხედავთ არის ის რომ ადამიანები ამ ყველაფერს ამართლებენ. ჩემგან არასდროს მოისმენთ ასეთ გამართლებას. ებრაელი ხალხის დაცვა გვჭირდება. მუსლიმი ხალხი რა სიტყვით? ჩვენ ხედავთ თავდასხმებს მუსლიმი ხალხის მხრიდანაც. ფანტასტიკურია. გმადლობთ. ადამიანები, ვინც დაიღუპნენ და ვინც მოკლეს, ებრაელები იყვნენ სინაგოგებში. მოდით შევწყვეტოთ თავის მოტყუება, თითქოს რაღაცა სხვა მოხდა, მაგრამ ეს არ ეხება. არა, სწორედ ამას ეხება. დიახ, სწორედ ამას ეხება, ძალიანაც ეხება ებრაელ ხალხს. და შეგიძლიათ თქვათ ყველაფერი რაც გინდათ, მაგრამ ასე დაიწყო 1930-იანი წლები, როცა ხალხი თვალს ხუჭალდა იმაზე, რაც მათ წინ ხდებოდა. მე არ ვიტყუები. ხედავ ამას. ხალხს ვეუბნები, ხალხს სიმართლეს ვეუბნები. იცოდეთ რომ მე ებრაელი ხალხის გვერდით ვდგავარ და მათ უჭერ მხარს. ბოდიში, მაგრამ არ გეთანხმებით. უბრალოდ უნდა მიიღოთ ეს. დიახ, სამწუხაროა. ხალხმა იცის სად ვდგავარ და არავის შეუშინდები. არსად მივდივარ. არა. მე მემარჯვენე ვარ და ძალიან ვამაყობ რომ მარჯვენა მხარეს ვარ. მე არ ვეპირფერები უკიდურეს მარჯვენას. რასაც ვაკეთებ ეს არის მხარდაჭერა. არა. რასაც ვაკეთებ არის ის რომ ებრაელ ხალხს უჭერ მხარს იმ უმეცრების წინააღმდეგ, რასაც თქვენაირი ადამიანები ავცელებთ და ამას არასდროს შეუშინდები. მოდი მოვისმინოთ. ეს იყო ნამდვილი დამაჯერებელი ფინალი. წლების განმავლობაში ვუყურებთ პოლიტიკოსებს, როგორ იკლავდნენ თავს იმისთვის, რომ აშკარა არ ეთქვათ. უკიდურესად ცდილობდნენ გაემართლებინათ ან შეემცირებინათ ებრაელთა სიძულვილი, როცა ეს გარკვეული ჯგუფებიდან მოდის ან გარკვეულ პოლიტიკურ ნარატივებს ერგება. მაგრამ კამიმ ეს არ გააკეთა. და ეს ძალიან სასიამოვნოა საყურებლად. ეს იყო ამ კვირისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, მომავალ კვირას ისევ დაგიბრუნდებით და მოგიყვებით რა ხდება რეგიონში. და როგორც ყოველთვის, თუ ფიქრობთ, რომ არსებობს თემა, რომელიც უნდა გავაშუქო, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ X-ზე Emily K. Schrader სახელით, ან Instagram-ზე Emily in Tel Aviv სახელით. მანამდე, მომავალ კვირას ისევ შეგხვდებით აქ, Access of Truth-ზე, JNS-ზე.